დილომშვიდობისა, რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით 32 წუთი გახლავთ 11 საათისა და ჩვენ ახლა გამოეხმაურებით ქართული ეთნოგრაფიული სკოლის სულის ჩამდგმელის გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წელს ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი წარიმართა და ამ თემაზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში ჩვენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგია ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პროფესორს ეთნოლოგ-ანთროპოლოგს გალბატონ ქეთევან ხუციშვილს მოსპენძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ გვაქვს საშუალება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვისაუბროთ. ბატონო, მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, მოგზაურობისთვის. გალბატონ ქეთევან, ის რომ ადამიანის სახელთან და გვართან არის დაკავშირებული თქვენი ფაკულტეტის ისტორია უნივერსიტეტში და ზოგადად ქართულ საუნივერსიტეტო სამეცნიერო სივრცეში ეს ფაქტია და მით უმეტეს თქვენ წარმოადგენთ იმ საუნივერსიტეტო კერას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენთვის საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ამ კლასიკური ფორმატით პირველი იყო და სწორედ ამ პირველ უნივერსიტეტში მაშინ ეთნოგრაფიად წოდებული მიმართულების განვითარება იმთავითვე ამ ადამიანის ხელში იყო და სწორედ მის სახელს და გვარს უკავშირდება. გასაგებია რომ თვითონ მიმართულებამაც ევოლუციაც განიცადა, რაღაც საფეხურები აქვს თავისი განვითარებისა, თუმცა გიორგი ჩიტაია კიდევ ერთი და რამდენიმე 135 წელიწადი რო გავა თქვენი პროფესიის სპეციალისტებისთვის საქართველოში მაინც პატივსაგები ადამიანი იქნება. თქვენ ჩაატარეთ არა ლოკალური, არამედ საერთაშორისო სიმპოზიუმი, რითი იყო ეს განპირობებული, საერთაშორისო სტატუსი ყველაფერთან ერთად რა მიზეზით მიანიჭეთ და ზოგადად როგორი იყო ეს ღონისძიება, გასაგებია რომ ამ ადამიანის გაბარიტები მართლაც ლოკალური არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებისა, თუმცა მოკლედ საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მას უკავშირდება და როგორი იყო, როგორ წარიმართა და შემდეგ უკვე გავშალოთ თემას. დავიწყებ იმით, რომ მართლაც გიორგი ჩიტაია ძალიან დიდი მოვლენა იყო ქართულ მეცნიერებაში და მინდა გითხრათ, მარტო ჩვენი დარგის ფუძემდებელი არ გახლავთ, ის გახლავთ ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი ჩვენი აი მნიშვნელოვანი კერისა, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვია. მის სახელს უკავშირდება სამუზეუმო ძალიან დიდი აქტიურობა, მისი დაფუძნებულია ღია ცისქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმი, მას აქვს წვლილება აზოვის სახელობის მუზეუმის დაარსებაში, თვითონ ასე იგი სახელმწიფო მუზეუმში მოღვაწეობდა ბევრი მიმართულებით, მის გარდა რომ არის კიდევ ასევე პერიოდული გამოცემების რედაქტორი იყო და დამფუძნებელი. მოკლედ და ჩვენი დარგის მესაძირკვლე მან ჩაუყარა საფუძველი და მართლაც ბევრი ისეთი მიმართულება დასახა ჯერ კიდევ 20-იან წლებში, რომ დღეს ვართ გაუცებული რამდენად თანამედროვე ჟღერს დღესაც კი. ასე რომ ყველა თვალსაზრისით ბატონ გიორგის ხსენებას ნამდვილად არ წერია გადაშენება და სანამ ჩვენ ვარსებობთ ქართველები, მუდმივად გავიხსენებთ. პრინციპში ყოველწლიურად ჩვენ აღნიშნავთ ხოლმე მის დაბადებასთან დაკავშირებულ თარიღს, ასევე გარდაცვალების, მაგრამ როდესაც მრგვალი საიუბილეო თარიღია, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და ჩვენ გვინდოდა უფრო მასშტაბური სახე მიგვეცა. და ამ საორგანიზაციო მუშაობის პროცესში ყურადღება გავამახვილეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტზე, რაც გიორგი ჩიტაიას სახელს უკავშირდება, ეს არის სპეციფიკური კვლევის მეთოდის შემუშავება, რომელსაც კომპლექსური ინტენსიური კვლევის მეთოდი ქვია. და ეს მეთოდი ძალიან ღირებულია ერთი მხრივ იმიტომ, რომ წლების მანძილზე ამ მეთოდის გამოყენებით მუშაობდნენ ჩვენი ეთნოლოგები და არაჩვეულებრივი მასალა შეიკრიბა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომები შეიქმნა ამის ბაზაზე და კიდევ ერთი ფაქტი გახლავთ ის, რომ მეთოდი ბატონმა გიორგიმ თავისი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე და იმ ცოდნის საფუძველზე, რაც მას გააჩნდა, შეიმუშავა ისევ და ისევ 20-იანი წლების საიშუა ხანებში. ანუ მე-20 საუკუნის და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია იმ თვალსაზრისით, რომ დაახლოებით მსგავსი მიდგომები ჩვენ ევროპაში 30-იანი წლების ბოლოდან ხდება. უფრო გვიან, ანუ გიორგი ჩიტაია უსწრებდა დროს
სწორედ იმიტომ რომ იმ პერიოდის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული და იმ პერიოდისთვის რაც შესაძლებელი იყო რა პროცესებიც მიმდინარეობდა მეცნიერებაში ამ ჩვენ დარგში ყველაფერს ზედმიწევნით კარგად იცნობდა და პლუს ამას პრაქტიკული გამოცდილება საველე ეთნოგრაფიული პრაქტიკა და ამან მიცა ეს საფუძველი და ჩვენ ვიფიქრეთ რომ ამ საკითხზე ანუ მეთოდოლოგიის საკითხებზე მსჯელობა დღეს განსაკუთრებით უპრიანია იმიტომ რომ ბევრი რამ თქვენ როგორც ზანეთ შეიცვალა მათ შორის თვითონ ჩვენი კვლევის საგანი შეიცვალა სხვანაირია საზოგადოებები ხა იმასთან შედარებით და ამ კომპლექსურ საზოგადოებებში ბუნებრივია რომ მეთოდოლოგია და მეთოდიკა ცვლილებებს განიცდის და ეს არის ზოგადი პრობლემა მსოფლიო ეთნოლოგიურ ანთროპოლოგიურ კვლევებში და ამას დაემატა ახალი გამოწვევები იქნება ეს ციფრულ ეპოქასთვის დამახასიათებელი პანდემიამ დაგვანახა კიდე ბევრი რამ რომ შესაძლებელია სხვა ესე იგი მეთოდოლოგიური მიდგომები გამოვიყენოთ და მოკლედ ეს არის თემა რაც აწუხებს ყველა ეთნოლოგს ანთროპოლოგს მსოფლიოში და გადავწყვეტეთ ერთი სესია სწორედ ამ საკითხებისადმი მსჯელობისთვის დაგვეთმო და აი ეს იყო სწორედ საერთაშორისო ნაწილი აქ ჩვენ მოვიწვეთ ჩვენი კოლეგები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ძირითადი მომხსენებლები გახდნენ გერმანიის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი ასევე სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის პროფესორი ჩვენი მიმართულებით ანთროპოლოგები ეთნოლოგები ჩვენი მეზობელი ქვეყნის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი და დანარჩენები უკვე მონაწილეობდნენ როგორც აი დისკუსიის ესე იგი წევრები და ძალიან საინტერესო სესია გამოვიდა, იმიტომ რომ დავიწყეთ გიორგი ჩიტაიას მეთოდის განხილვით და დავასრულეთ აი თანამედროვე გამოწვევები და აღმოჩნდა რომ ჩვენ ყველას აი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს გლობალური თვალსაზრისით და ამას მე ემატება ლოკალური ინტერესები კონკრეტული უნივერსიტეტების იქნება სახელმწიფოების თუ ეთნოგრაფიული თუ ეთნიკური ჯგუფების და შესაბამისად გვაქვს ბევრი რამ რაცაც შეიძლება საერთო ენა გამოვნახოთ ვითანამშრომლოთ ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება და აქ უბრალოდ ერთ წინადადებას დავამატებ რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია აი ამ საერთაშორისო სესიაზე ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა. იმიტომ რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნაც, მათ შორის ენის საკომუნიკაციო და ძალიან აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი, მონაწილეობდნენ კითხვები დასვეს, აზრები გამოთქვეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ გიორგი ჩიტაიას საქმე გრძელდება და აი სკოლა იკრებს კიდევ ახალ ძალებს. თქვენ ახალი თაობა ახსენეთ და ეს თაობათა უწყვეტი ცვლა ალბათ ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი არის, როცა წყვეტა არა გამოცდილება ცოდნა არ პაუზდება, პირიქით ვითარდება და ერთმანეთზე შენდება, გასაგებია მეთოდიკასაც რა აყალიბებს ხო მოცემულობა და ამასაც ალბათ საზოგადოების ცხოვრების სტილის განაპირობებს იგივე შესწავლის მეთოდს, მით უმეტეს ჩვენ ახლა ტექნოლოგიურ ეპოქაში ვარ, სადაც კიდე ციფრული ელემენტები სხვანაირად შემოდის და მე ვიცი რომ თქვენ ასევე იგივე ჩიტაიას ყოფილ სტუდენტს გარდავნის ხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს გადაეცით სიგელი და ალბათ ესეც სიმბოლური მომენტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ახალი თაობა ახსენეთ, თუმცა იმ ადამიანის რომელიც ლეგენდა სტუდენტი კიდევ აგზელებს ამ მიმართულებით მუშაობას, სწორედ იმ ახალგაზრდებისთვის ის ხიდია, რომელიც ცოდნის გადაცემის ნაწილში ალბათ მნიშვნელოვანი კომპონენტია. კი ბატონო, ნამდვილად სწორედ ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა აი ამ უწყვეტობისთვის, იმისთვის რომ დღეს თუ რამე კეთდება ბატონი გიორგი ჩიტაიას და მისი თანამოაზრეების მერე უკვე მისი მოწაფეების და მოწაფეების შრომების საფუძველზე განვითარდა და ჩვენ ახლა მე რამდენი თაობა ვართ, მაგრამ ჩვენით არ უნდა დასრულდეს პირიქით, უფრო ძლევამოსილად უნდა გაგრძელდეს და აი ამიტომ ჩვენ გვინდოდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის ესეც გვეჩვენებინა, რომ აი ეს არის მართლაც უწყვეტი ტრადიცია ამ მიმართულებით კვლევებისა და ამასთან ერთად რომ დასაფასებელია ჩვენი წინამორბედების შრომა. აი ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, მით უმეტეს ჩვენ დარგში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყოფა ისეთი რამ არის,
აი ლამის წუთობრივად ძვალებადია და მასალას ფიქსირება ჭირდება მყისიერად, თორე იცვლება თაობები და თაობები კი არა 5 წლის წინ რა იყო ეთნოგრაფიულ ყოფაში, დღეს ეს შეცვლილია ბევრი თანამედროვე პროცესის გავლენით და თუნდაც მხოლოდ მასალის ფიქსირება და მოპოვება უკვე ძალიან დიდი წვლილია სამეცნიერო საქმისათვის, მაგრამ ჩვენმა წინამორბედებმა არათუ მასალა მოიპოვეს, სხვათა შორის საკმაოდ ძნელ პირობებში თვითონ ბატონ გიორგის, ქალბატონ ვერას და მათ თანამოაზრებს რამდენჯერმე პირდაპირ სიცოცხლის საფრთხის ქვეშ უხდებოდათ საველე სამუშაოების ჩატარება, დრო იყო ისეთი, წარმოიდგინეთ 20-იანი წლები, მე-20 საუკუნეში, მე ამას მოყვა კიდევ უარესი 30-იანი წლები, მე ომის პერიოდი და ასე შემდეგ. ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ეჭვისაგანი გამომხდარიყო. დიახ, ბატონი გიორგი მაგალითად დასახვრეთთა ჯგუფში აღმოჩნდა იმის გამო, რომ 1924 წელს მესხეთის ექსპედიციაში გახლდათ ველზე და 24 წელია აჯანყების წელი. და მას ბრალი დასდეს, აგიტაციას ეწეოდა აჯანყებულთა სასარგებლოდ და დააპატიმრეს და რამდენიმე დღე ელოდა დახვრეტას. ესე საბედნიეროდ განგებამ ესე გადაწყვიტა, რომ ვისაც დაევალა, ვინც იყო თქვა იქ ამ აღმოსავლელი? კი ბატონო, მისი ნაცნობი ყოფილი მგონი მოსწავლეც აღმოჩნდა და უბრალოდ გადაავადა. ის ვერ შეცვლიდა აღსრულებას, მაგრამ ამ გადავადებამ სწორედ მოაგებინა დრო, იმიტომ რომ ამ ერთ დღეში უბრალოდ ორჯონიკიძემ ახალი დეკრეტი გამოსცა და შეცვალა ეს დახვრეტები და ჩვენ და ბედად გვაჩუქა გიორგი ჩიტაია. და აი ასეთ პირობებში უხდებოდა ამ ხალხს მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ მე საბჭოთა პერიოდი ძარი იყო იოლი საველე სამუშაოებისთვის, იმიტომ რომ თემები იყო შეზღუდული, იმიტომ რომ ცენტრალიზებულად ხდებოდა ბევრი რაღაცის განხორციელება, მაგრამ ჩვენმა ეთნოლოგებმა უაღრესად დიდი შრომა გასწიეს და რომ ნახოთ, როგორი არის ანალიზი აი იმ პერიოდში ჩატარებული, აი მე ვახსენე კიდევაც ძალიან თანამედროვე ჟღერს, ისეთი საკითხებია დასმული, შეიძლება აი გაოცდეს ადამიანი, რომ რანაირად ახერხებდნენ ეს ჩვენი წინამორბედები, აი ასეთ მაღალ დონეზე დაესვათ საკითხები, შეესწავლათ, განახორციელებინათ იმ წნეხის პირობებში, ხო და ამას უნდა დაფასება. და ჩვენ რამდენიმე ადამიანი დავაჯილდოვეთ ამ ღონისძიების ფარგლებში და ბატონი შადურ შუკვანი ერთ-ერთი გახლდათ, რომელიც იყო წარჩინებული სტუდენტი გიორგი ჩიტაიასი და დღეს თავის ხანდაზმული ასაკის მიუხედავად ისევ აქტიურად მოღვაწეობს ამჟამად გარდამნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და წარმოიდგინეთ ემოციურად ეს რამხელა დატვირთვის მატარებელი იყო მისთვისაც და ჩვენთვისაც, რომ ეს ხალხი კიდევ ჩვენს გვერდითაა და ნამდვილად უნდა გამოხატვა ყურადღებას. და მეორე გახლდათ ჩვენივე ამ ჩვენი კათედრის წევრი წლების მანძილზე უნივერსიტეტში მოღვაწე ბატონი სოსოკვიციანი, არაჩვეულებრივი ეთნოლოგი, ეს ხანდაზმული უკვე, მან შეალია თავისი მთელი ცხოვრება სწორედ ახალგაზრდა ეთნოლოგების თაობების აღზრდას. და უნივერსიტეტმა გამოყო ეს მისი შრომა უნივერსიტეტის წინაშე, სამეცნიერო საზოგადოების წინაშე და უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც კარგი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, უნდა იცოდნენ საიდან მოდიან, რა საფუძველზე ავითარებენ თავიანთ კვლევებს და უნდა იცოდნენ, რომ სწორედ იმ წინამორბედების დამსახურება ყველაფერი ის, რაც მათ დღეს საშუალებას აძლევს, რომ განავითარონ დარგი. ჩვენ ეს დღეები, ამ დღეების განმავლობაში გვაქვს შესანიშნავი სიახლე, რომელიც უკავშირდება ქართული ხორბლის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსით აღიარებას და ამაზე წლებია მუშაობა მიმდინარეობს. შარშან თუ შარშან წინ არ მახსოვს ზუსტად თქვენთან ვიყავი კიდევაც უნივერსიტეტში, როდესაც ამ თემაზე საკმაოდ სიღრმისეული კონფერენცია იყო თუ არ ვცდები და ისიც საერთაშორისო ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო და იქაც იგრძნობა ის რომ ფაკულტეტი ცოცხალი ორგანიზმია და მუშაობს. ალბათ ის რომ დღეს ჩვენ მოვახერხოთ და იუნესკომ აღიარა, ეს უკვე მთელი მსოფლიოს აღიარება, ესეც ალბათ ნაწილია იმ ფუნდამენტისა, რომელიც თავის დროზე ბატონმა ჩიტაიამ
მისა ქართულ საზოგადოებას, ხო და აქაც თქვენი ჩართულობა და როლი ესეც იქნებ უთხრათ რადიოსმენელს, იმიტომ რომ თქვენ ბევრი იმუშავეთ და სამეცნიერო მხარდაჭერას ამ აღიარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ იქ გარკვეული კრიტერიუმებია იმისთვის, რომ აღიაროს იუნესკო. უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე მოხდა. ეს არის მართლაც საქვეყნო საქმე, რაც საბოლოოდ ასე დიდებულად დაგვირგვინდა ქართულ ხორბალს, ტრადიციებს და რიტუალებს, რაც ხორბალთანაა დაკავშირებული, აი მიენიჭა სწორედ სოფლიო კულტურული არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. და ეს თქვენი თქმის არ იყოს, ეს არის წლების და თაობების შრომის შედეგი. თავისთავად ცხადია ჩვეულებრივი გლეხების შრომის შედეგიც, რომლებმაც თვითონ მოიტანეს ეს უწყვეტი ტრადიცია უძველესი დროიდან. ძველი წელთაღრიცხვის მე-6000 წლეულიდან არქეოლოგიური მასალა გვიდასტურებს ჩვენს ტერიტორიაზე ამ კულტივირებული უკვე ხორბლის არსებობას და მერე ხორბლის ნაწარმი, მათი რიტუალური ყოფითი დატვირთვა და ასე შემდეგ და დღესაც კი ეს ჩვენი ენდემური სახეობები, რომლებიც 5-ია, ესე იგი სულ არის 27. აქედან 14 ჩვენ ტერიტორიაზე ფიქსირდება და ამ 14-დან 5 ენდემურია, ჩვენია, კერძოდ ქართული ხორბლის ჯიშებია და ამ კვლევებს საფუძველი ეთნოგრაფიული სწორედ გიორგი ჩიტაიამ დაუდო, იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ქართული სამიწათმოქმედო კულტურის კვლევა, მათ შორის მემინდვრეობის ატლასია დამუშავებული, სახვნელი იარაღებზე და ყველა იმ ნაგებობებზე და სხვა არტეფაქტებზე არის კვლევები ჩატარებული, მასალა შეიკრიბა, ანალიზი გაკეთდა, ჩვეულებრივი კლასიფიკაცია მოხდა ბატონმა გიორგიმ და იმის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობდა ამ მიმართულებით კვლევებიც, მასალის ფიქსაციაც, იმიტომ რომ ესეც აღნიშნეთ, რომ ჩვენი კულტურა ცვალებადია და ეს არ არის ფიქსირებული და ერთხელ შესწავლა არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი ამოწურულია და ბუნებრივია ჩვენს გარკვეული წვლილი შევიტანეთ ჩვენმა ინსტიტუტმა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტმა, იმაში რომ ეს სამეცნიერო მხარდაჭერა აღმოგვეჩინა, ერთი რომ ექსპედიციებიც განხორციელდა, ახალი მასალა შეიკრიბა, თანამედროვე ვითარება აღინუსხა დღეს როგორ არის და გამოიცა სხვათა შორის პუბლიკაციებიც, კრებულიც მოვამზადეთ ინგლისურენოვანიც და აი საერთაშორისო კონფერენცია თქვენ ახსენეთ, იმ საერთაშორისო დიდი კონფერენციის გარდა, რომელიც ჩვენი თანამონაწილეობით და ორგანიზებით სოფლის მეურნეობის აკადემიასთან და სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთობლივად განხორციელდა. ასევე რეგიონალური კონფერენციებიც ჩავატარეთ და ძალიან საინტერესო მოხსენებებით. და ამ საერთაშორისო კონფერენციას მნიშვნელობა ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დიახ ეს კრიტერიუმებიც უნდა დაკმაყოფილებულიყო, რომ სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს ამ საკითხებს და პლუს ამას ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. და საბოლოო ჯამში მართლაც ესე დედაბულად დაგვირგვინდა და უბრალოდ არ შემიძლია არ აღვნიშნო აქაც, რომ ძალიან დიდი წვლილი იყო ასევე გალბატონ ნინო წილოსანის, რომელიც თავის დროზე მან დაიწყო როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ამ საკითხით ასე დაინტერესება და ჩართვა, მაგრამ დიდი ძალის ხმევა იყო მისი და ამ სიმპოზიუმის ფარგლებში გალბატონ ნინოს წვლის აღსანიშნავად საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციამ ისიც დააჯილდოვა სიგელით ქართული კულტურის დაცვა პოპულარიზაციაში გაწეული აი ამ წვლილისთვის. ასე რომ ძალიან კომპლექსური გამოვიდა ჩვენი ეს ღონისძიება და სწორედ ისაჩვენა, რომ დიდი ტრადიციებიდან მოვდივართ და არანაკლები წვლილი შეგვაქვს თანამედროვე ქართული კულტურის შესწავლის და პოპულარიზების საქმეში. პლუს 80-ზე მეტი მონაწილიდან, ხო, 20-ზე მეტი იყო ახალგაზრდა მკვლევარი და სტუდენტი და ესეც ნიშანია იმისა, რომ გიორგი ჩიტაია საქმე გრძელდება. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ამ დიალოგისთვის, ამასობაში ჩვენი საეთერო დროც ამოიწურა და ნამდვილად მოსალოცია და ერთგვარი თქვენი კოლეგების მუშაობის აღიარება, საერთაშორისო აღიარება იუნესკოს მიერ ცნობა ქართული ხორბლის ღირებულებისა და ფასეულობისა არა მხოლოდ როგორც ლოკალური, არამედ გლობალური თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური ამ შემთხვევაში